და ჩვენ შემდეგ სტუმართან გავაგრძელებთ საუბარს. შემდეგი სტუმარი თათია კონიაშვილია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან ამ რეპრესიული კანონების მოქმედებას, იმას როგორი ეფექტი ექნება ამ კანონების მოქმედებას მედიის მუშაობაზე. ეს ძალიან ბევრი შეფასებით არის რეპრესიები, ცენზურის დაკანონების მცდელობა. თათია, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოკლედ, თქვენი შეფასება რომ მოვისმინოთ პირველ რიგში, მოკლედ რას ემსახურება, მოკლედ კონკრეტული სარჩელები არის უკვე ტელევიზიების წინააღმდეგ. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დღეს რეალურად რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა და ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ეს მძიმე მოცემულობა არის არა ჩვენთვის, მაგალითად მედია ორგანიზაციებისთვის თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ეს არის ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან მძიმე მოცემულობა, რაც ძალიან უარყოფითად აისახება, ძალიან მოკლე ხანში შეიძლება ითქვას, ქვეყნის თუნდაც დემოკრატიულობის ხარისხზე და ქვეყნის ზოგადად განვითარებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის გამოხატვის თავისუფლება დაცული, სადაც ებრძვიან პირდაპირ მნიშვნელობით გამოხატვის თავისუფლებას, იქ არ არის ადამიანი ღირებული, იმიტომ რომ ელემენტარულად ადამიანს არ მიეწოდება, ხო, ინფორმაცია რა ხდება შენს ქვეყანაში, სად იხარჯება შენი გადასახედებიდან გადახდილი თანხა. იგივე აქციების კონტექსტზე, როდესაც ვსაუბრობთ, როგორ უსწორდებოდნენ, ძალიან უხერხული არის დღეს სამართალდამცავი სიტყვის გამოყენება, მაგრამ ეს ადამიანები როგორ უსწორდებოდნენ, ხო, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს და რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება მთელი თავისი მექანიზმებით შეიძლება ითქვას ებრძვის ქვეყანაში კრიტიკულ და განსხვავებულ აზრს, ებრძვის აბსოლუტურად ყველა უწყებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ დღეს აღარ გვყავს არც ერთი დამოუკიდებელი უწყება და ძალიან მარტივი ასახსნელი არის, რატომ ვამბობთ ამას, წარმოიდგინეთ, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დამძიმებულ კანონებზე, აღმასრულებელი რომ არ ჰყავდეს, მას თუნდაც ერთი რგოლი მაინც, ხო? არ იყოს ამის შემსრულებელი, რა იქნებოდა დღეს? აი, მაგალითად, უკანონო ბრძანებები რომ არ შეესრულებინათ, ხო? იგივე აქციებზე, ანგარიშწორება, წამება, რაც ჩვენ ვნახეთ, არა რომ მოპყრობა, რომ არ ყოფილიყო, რომ არ დაერბიათ უსაფუძვლოდ რეალურად მართლაც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები. იგივე სასამართლოზე, როდესაც ვსაუბრობთ, სასამართლოს რომ გამოეტანა რეალურად გადაწყვეტილება, რომელიც იყო კანონიერი და დღეს ჩვენ ამდენი პოლიტპატიმარი, რა თქმა უნდა, არ გვეყოლებოდა და მათ მიმართ უმეტეს შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ზომა, პატიმრობა არ იქნებოდა გამოყენებული, ხო? და აი ზუსტად რაც ვნახეთ გუშინ საჩივრები კომუნიკაციების კომისიაში პირდაპირ ქართული ოცნების სახელით, ხო, შეტანილი, ესეც არის ერთი მექანიზმი და ეს არის უკვე იმ ძალიან გამკაცრებული კანონის. აი, ესეც რას უჩვენებს, რატომ არ შეეძლოთ ქართულ ოცნებასთან ფორმალურად ნაკლებად ასოცირებული პირი მოეძებნათ და პირდაპირ ხო, ძალიან მარტივად, იმიტომ რომ რეალურად ისინი დღეს უკვე აღარ მალავენ, თუ იყო შემთხვევები, როდესაც კი რაღაც შუარგოლის გამოყენებით ცდილობდნენ ხოლმე, ირიბად ცდილობდნენ ხოლმე და არა პირდაპირ თავიანთი სახელით, რომ მაგალითად ებრძოლათ განსხვავებული სიტყვის წინააღმდეგ, დღეს უკვე ამასაც აღარ ერიდებიან და უკვე პირდაპირ მნიშვნელობით მათ თავიანთი მიმართულება, საითაც მიდის, ხო, თუნდაც მათი პოლიტიკა უკვე ღიად განსაკუთრებით ეს არჩევნების შემდეგ გამოჩნდა და შესაბამისად თავად პირდაპირ შეიტანეს, ხო, საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში და როდესაც მიიღეს ეს კანონი, ჩვენ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობდით იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რაც მედია ორგანიზაციებს ხო მიიღოთ ამის შემდეგ აღსრულება როგორ მოხდებოდა და გუშინ იყო ამისი პირველი მცდელობა. კომუნიკაციების კომისია მათ შორის არის უწყება, რომელმაც არაერთხელ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში დაამტკიცა თავისი მიკერძოება და რომ არაფერი ვთქვა თავად აი ამ კანონში შესულ ძალიან ბუნდოვან ცვლილებებზე, რომელსაც ძალიან ფართო ინტერპრეტაციის და განმარტების თემა შეიძლება იყოს და ქართული ოცნების წარმომადგენლები როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს არის ბრიტანული სტანდარტი, ესეც არის მათი მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ის არ ჯდება ბრიტანულ სტანდარტებში, ბრიტანული სტანდარტებით არ არის ამგვარი ფართო ლავირების შესაძლებლობა და იგივე კომუნიკაციების კომისიას არ აქვს ამხელა დისკრეცია, ასე ვთქვათ, რომ შევიდეს შინაარსში და იგივე როდესაც არალეგიტიმურ პარლამენტზე არის საუბარი, რაღაც განსაჯოს და ფაქტი მოსაზრება ხო გამიჯნოს რაღაც ერთმანეთისაგან და
თავად ეს კანონი ხო რის საფუძველზეც მოხდა მათ შორის ჯარიმების ნაწილს და ლიცენზიის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს და ძალიან სწორად გაჟღერდა აქ რომ ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს მთავარი არის ნება კი ანუ შესაძლებელი არის იგივე სასამართლოს მექანიზმით შეიძლება რა თქმა უნდა იყოს გამოყენებული მაგრამ თქვენ ახლა ძალიან ბევრი კრიტიკული შეფასება გააკეთეთ ამ გადაცემაში რეალურად რომ თქვათ რა რეალობას ითხოვენ ისინი ჩვენგან ანუ გარდა იმისა რომ ჟურნალისტმა არ უნდა ილაპარაკოს არც ერთი ასეთი ტერმინი არ გამოიყენოს რასაც ისინი გვედავებიან ამას გარდა სტუმარი რომელიც ჟურნალისტს ჰყავს ეთერში თუ ის კრიტიკულ განცხადებას გააკეთებს მასაც უნდა შეუსწოროს და უთხრას რომ ასე არ ელაპარაკოს ანუ რეალურად გამოდის რომ სტუმარიც ჟურნალისტიც მათი მოსაწონი შინაარსის განცხადებები რეალურად გამოდის ის რომ ცენზურა პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ იგივე როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტზე და შესაბამისად ვაკეთებთ ხო იმის შესაბამისად რაღაც მიმოხილვას იქნება შესაბამისად და ჩვენ როდესაც თუნდაც ვსაუბრობთ იმაზე რომ აი აქციები არ დაარბიეს ისე რომ ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს და ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ხო ამას მაგრამ მეორე მხრივ იმდენად ბუნდოვანი ჩანაწერები გაჩნდა ხო იგივე მაუწყებლის შესახებ კანონში და იმდენად მიკერძოებული უწყებები ყავს და გუშინდელი მაგალითის და ეს მხოლოდ ამ კანონს არ ეხება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩვენ რეალურად გვეუბნებიან რომ ცენზურა უნდა არსებობდეს და ემსახურება ეს ცენზურას და შემდეგ რას ემსახურება რომ ერთი მედია როგორ გააშუქებს მედიამ არ ვიცი ანუ როგორ უნდა ეცადოს ცოტა წარმოუდგენელი არის ხო რომ რაღაც ბეწვის ხიდზე გაიაროს რომ კომუნიკაციების კომისიამ ქართულმა ოცნებამ შემდეგ სასამართლო მოიწონოს ხო მის მიერ გაკეთებული განცხადება და მეორე მხრივ ეს თვითცენზურის ასე ვთქვათ დაწესებასაც ისახავს ბიზნესს რომ თუნდაც აი ადამიანს იგივე სტუმარს თქვენ სტუდიაში გაუჩნდეს იმისი განცდა რომ მან ზედმეტი არაფერი არ თქვას ის რაც მაგალითად არ მოეწონება ქართულ ოცნებას და რეალურად ქართულ ოცნებას დღეს არანაირად არ მოსწონს კრიტიკული აზრი ეს ჩანს მის ყველა გადაწყვეტილებაში რეალურად მიღებულ კანონებში და საინტერესო არის ის რომ ნებისმიერ მიღებულ კანონს ფარა იქნება ეს მაგალითად მაუწყებლის შესახებ მიღებულ კანონს რაღაც ევროპულ სტანდარტებს და ამერიკულ სტანდარტებს აწერს და რეალურად ამით გარკვეულ დეზინფორმაციასაც ავრცელებს ხო იმიტომ რომ თუ ჩვენ შევალთ სიღრმეებში და გავაანალიზებთ რეალურად იმ ქვეყნებში რომლის მაგალითებსაც იყენებს ბჭყალებში ქართული ოცნება იქ როგორ მოქმედებს ხო ეს არ ეხება იქ ამერიკაში არ სამთავრობო ორგანიზაციებს ხო რომელიც რაღაც დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის მუშაობს კი როდესაც აი თუნდაც რატომ ვამბობთ ეს არ არის უბრალო სიტყვები და კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არ ვამბობთ იმიტომ რომ შეიძლება ფარა ჩვენ რაღაც მათი ინტერპრეტაციით და განმარტებით შეიძლება შეეხოს ხო მედია ორგანიზაციებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს ეს ფაქტი არის როგორ მუშაობს ამერიკაში ფარა ბევრი ითქვა და კიდევ უნდა ვთქვათ ეს რომ ძალიან ბევრი წელი დასჭირდა სასამართლოს და იუსტიციის დეპარტამენტს რომ შესაბამისი კრიტერიუმები შეედგინათ და ძალიან მცირე 5%-მდე ორგანიზაცია არის დაახლოებით დარეგისტრირებული როგორც აგენტი და ეს ორგანიზაციები არ არიან მაგალითად Deutsche Welle ხო იგივე რომელიც BBC რომელიც მუშაობს და იღებს კიდეც დაფინანსებებს ეს ორგანიზაციები არის პირდაპირ სხვა ქვეყნის დაკვეთით მოქმედი ორგანიზაციები მაშინ როდესაც ქართული ოცნება რაჟდენ კუპრაშვილის სახელით ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ იქნება ეს რაღაც კვლევა პროექტი განცხადება რომელიც გარკვეულ შემთხვევაში პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეიძლება გავლენის მოხდენას ცდილობდეს ეს ექცევა ამ კანონის მოწესრიგების სფეროში ეს ასე ნამდვილად არ არის იმიტომ რომ ქართული ორგანიზაციები ძალიან ბევრი წელი მუშაობდნენ, ძალიან ბევრი წელი ადამიანის უფლებებს იცავდნენ, ძალიან ბევრი წელი იბრძოდნენ ქვეყნის დემოკრატიულობისთვის და მათ ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი დღის წესრიგი. აი ეს განწყობა რამდენად ძლიერია, ვიცით რომ ბევრი ორგანიზაცია არ აპირებს დარეგისტრირებას, დემონსტრაციულად უარს ამბობს, რა თქმა უნდა, აგენტების რეესტრში დარეგისტრირებას, ხომ? რამდენად ელით რომ ეს ასეც გაგრძელდება დიდი ნაწილის მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს რომ ნამდვილად ძალიან მწვავე სიტუაცია არის ქვეყანაში.
ეს დაიწყო კიდევ ერთხელ ვიტყვი გუშინდელი საკითხით, ხო? იგივე აღსრულება, რასაც შეიძლება მაგალითად მედიების კონტექსტით თუ ჩვენ ვილაპარაკებთ, ეს შეიძლება ადამიანს რიგით მოქალაქეს, რომელიც უყურებს, ხო? ტელევიზორს და იქიდან უნდა რაღაც ინფორმაციის მიღება, ალტერნატიული აზრის და მოსაზრების და ინფორმაციის მიღების წყარო შეუზღუდო და მეორე მხრივ პირდაპირ რაღაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობების მუქარით ფარას შემთხვევაში თუნდაც და ასე შემდეგ ისინი ცდილობენ რომ შექმნან ძალიან მწვავე გარემო ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის, იმიტომ რომ მათ შორის ფარა ვრცელდება ფიზიკურ პირზეც ვიცით, სამოქალაქო თუ მედია ორგანიზაციებისთვის, მაგრამ მიუხედავად აი ამ მწვავე გარემოსი, რაც დღეს არსებობს, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ის ერთიანობა, რაც საბედნიეროდ არსებობს, ის ბრძოლის სურვილი, რაც საბედნიეროდ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ დიახ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს ეს ერთიანი პოზიციები, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას დღეს ყველაზე მეტად ეშინია სწორედ აი ამ ერთიანობის. ამ პროცესში ალბათ ყველას მთელ სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი იმედი ექნებოდა სახალხო დამცველის ხარდაჭერის, უნდა კითხოთ აუცილებლად მის განცხადებაზე. ნუ ის ამბობს, რომ ამერიკული კანონმდებლობაა და არა დემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, ხო ფარაზე არის აქ ლაპარაკი. სამწუხარო არის, კი, ნახე და ნამდვილად სამწუხარო ფაქტი არის, იმიტომ რომ რეალურად სახალხო დამცველი უნდა იყოს და დღეს როდესაც ქვეყანას ისე სჭირდება, ასე ვთქვათ, ეს ინსტიტუტი, რაღაც მისი არსებობა და მისი სწორი ფუნქციონირება ნამდვილად ძალიან ფასდაუდებელი უნდა იყოს წესით ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ისიც აიწეღა, როდესაც საუბრობდი მიკერძოებულ ინსტიტუტებზე, ხო? ისიც რაღაცნაირად გვევლინება თითქოს სწორედ მიკერძოებულ ინსტიტუტად, იმიტომ რომ რეალურად რაზეც სახალხო დამცველი გუშინ საუბრობდა, რომ ეს არის ამერიკული კანონი, სხვა არაფერია თუ არა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ნარატივი, რომელსაც ის ყოველდღიურად ავრცელებს და მათ შორის ქართული ოცნების წევრები გუშინაც საუბრობდნენ, რომ დიახ, ანუ ეს შეეხება ყველა ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს არის ამერიკული კანონი და თუ რამე არ მოსწონთ და იკითხონ თავად ამ ქვეყანაში ხო და რეალურად სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანებთან და უნდა ზრუნავდეს იმაზე რომ პირველ რიგში მათი უფლებები იყოს დაცული. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ რომ იგივე ფარა სამოქმედების შემთხვევაში ამოქმედებს და მათ შორის რაჟდენ კუპრაშვილის ბრძანებას როდესაც გავეცანით ძალიან ფართო ინტერპრეტაცია არის იქაც და ძალიან ბევრი ისეთი ასე ვთქვათ აღსრულების საკითხი არის ჩადებული რომელიც ნამდვილად გვიჩენს ჩვენ საფუძვლიან ეჭვს რომ ძალიან ფართო ინტერპრეტაცია ხდება აი ამ კანონის და გასაგები არის თავად ეს განცხადებების დონეზეც რეალურად ჩვენ მივდივართ იქითკენ რომ ქართული ოცნება რეალურად ებრძვის ქვეყანაში დღეს განსხვავებულ აზრს. ტერმინები რომელიც მათ არ მოსწონთ, მაგალითად არალეგიტიმურობას რაც უკავშირდება. მინდოდა აი ევროპარლამენტის რეზოლუცია ვნახეთ ცოტა ხნის წინ თებერვალში, რომელიც ფაქტობრივად ამბობდა, პირდაპირ ამბობს, რომ არალეგიტიმურობას არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმურობას და იქ იყო მოწოდება სანქცირებისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის, ხომ? ეს განცხადებები, ასეთი ორგანიზაციების განცხადებები, ევროპული ინსტიტუციების განცხადებები ჩვენ თუ გვიმაღლებს ლეგიტიმაციას, რომ თამამად დავეთანხმოთ მაგალითად ამ ორგანიზაციებს და არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ჩვენს დავსვათ. დიახ, მათ შორის აი ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით კი ძალიან ბევრმა ევროპულმა ინსტიტუციამ და ჩვენმა ასე ვთქვათ პარტნიორმა გააკეთეს განცხადებები და ისინი შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ იმ არჩევნებმა ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევებით და ისეთი დარღვევებით, რამაც მისი შედეგების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მათ შორის ძალიან ბევრ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი რიგი მტკიცებულებები ჰქონდათ, ხო, ამასთან დაკავშირებით და ჩვენ მოვისმინეთ სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასებები, რეკომენდაციები, მოწოდებები, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე მედიაში ხდება ხო მსგავსი განცხადებები ეს უნდა ანუ რა თქმა უნდა გვიმაღლებს ერთი მხრივ სწორედ იმის თქმის საშუალებას რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის მოსაზრება ამას აქვს თავისი მყარი საფუძველი და ეს მყარი საფუძველი პირველ რიგში არის ის მტკიცებულებები მათ შორის ის გარემო საარჩევნო გარემო რაც ჩვენ ნახეთ ის არჩევნების დღე რაც ჩვენ ნახეთ და არჩევნების შემდგომი პერიოდი და ჩვენ ნახეთ რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში თუ კი მანამდე კიდევ რაღაცნაირად
ცდილობდნენ რომ ღიად არ გაეკეთებინათ ხო ის განცხადებები თუნდაც რაც იყო მიუხედავად არაერთი მცდელობის მათ შორის კანონშემოქმედებითი გზით არჩევნების შემდეგ ორბიტა ფაქტობრივად მთლიანად დაშორდა ასე ვთქვათ ევროპას და მთლიანად გეზი შეიცვალა ხო ქვეყანამ და მათ შორის პირდაპირ რეპრესიული პოლიტიკით ქართული ოცნება აგრძელებს და იმ პერიოდშიც აგრძელებდა ქვეყნის სასამართლოს თემა არის კიდევ ერთი მათთვის მტკივნეული ძალიან ხომ როდესაც მაგალითად რეჟიმის სასამართლოზეა ლაპარაკი ამ შემთხვევაშიც ითხოვენ ამ ტერმინის ამოღებას და მედიის მხრიდან არ გამოყენებას. რატომ იცავს სასამართლოსაც ქართული ოცნება? როდესაც ამტკიცებს რომ ეს ინსტიტუცია სრულიად მისგან დამოუკიდებელია, არ ერევა მის საქმიანობაში, კობახიძის სარჩელში, რომელიც შევიდა მარეგულირებელ კომისიაში, ამ სასამართლოზეც არის ხომ ლაპარაკი? დიახ, სასამართლო მათთვის არის ძალიან სენსიტიური თემა, იმიტომ რომ აი როდესაც საუბრობთ აი ამ ინსტიტუტებზე, რომელიც არის რეალურად პარტიული ინტერესების გამტარებელი და არანაირად არ შეიძლება ვთქვათ რომ ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რეალურად ქართული ოცნება ძალიან დიდწილად დამოუკიდებული არის მათ შორის სასამართლო სისტემაზე, იმიტომ რომ აი ერთი გადაწყვეტილებაც კი თქვენ წარმოიდგინეთ, სასამართლოს ობიექტურად რომ ემსჯელა, მიიღო ობიექტური გადაწყვეტილებები, რეალურად შესულიყო ხო საქმის გარემოებების გამოკვლევაში და ჩვენ არ გვენახა რომ პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე მხარე არის, რაც ყველა პროცესზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში წარიმართა სასამართლოში არ გვენახა რომ ეს არის მიკერძოებული ერთ მხარეს წარმოადგენენ ფაქტობრივად მოსამართლე არის ბრალმდებელი და აი პროცესების დროს მათ შორის იმიტომ არ სურთ ხოლმე რომ გაშუქდეს ხო ეს პროცესები რომ საზოგადოებას ექნება რეალური წარმოდგენა რას აკეთებს დღეს სასამართლო ამიტომ არ არის საერთოდ გასაკვირი ის რომ ქართული ოცნება პირდაპირ აი ამ ტერმინების ხსენებაზეც კი სენსიტიურად ასე ვთქვათ მოქმედებს და აქვს ის რეაგირება რაც აქვს და რაც ვნახეთ ხომ იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიტყვით რომ ერთ-ერთი სტრუქტურაც კი რომელზეც დღეს დგას ქართული ოცნება მთელი თავისი რეპრესიული პოლიტიკით სამწუხაროდ არ იფუნქციონირებს მათი დაკვეთით და იფუნქციონირებს და შეასრულებს ასე ვთქვათ იმ ვალდებულებას რაც მათ წესით თუნდაც შეასრულოს რაც მათ კანონით ევალება და მისი პირველი ვალდებულება არის სამართლიანობა და ობიექტურობა და ასე ვთქვათ საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევა თუ ის ამას შეასრულებს ქართული ოცნება ასე ვთქვათ თავის რიტორიკის და ასე ვთქვათ რეპრესიული პოლიტიკის გატარების დროს ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი იმიტომ რომ მას დღეს სჭირდება ყველა ეს ინსტიტუტი სჭირდება მათ შორის ეს ანტიკორუფციული ბიურო რომელიც საერთოდ სხვა მიზნით შეიქმნა და დღეს მაგალითად საერთოდ სხვა ფუნქციას ასრულებს უნდა კითხოთ აუცილებლად იმ საქმეებზე, რომლებიც ჟურნალისტების შემთხვევებში არის დაწყებული. თუმცა ეს როგორც ამ დრომდე ვნახეთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ფორმალური, ხო? ჟურნალისტებზე თავდასხმებს გულისხმობთ, რაც პირდაპირ ეთერებში გვაქვს ნანახი. არც ერთი არ ყოფილა ამ დრომდე გამოძიებული. არ ვიცი, ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე თითო სიტყვაზე ეკიდებიან მედია საშუალებებს, ნიშნავს ეს, რომ საერთოდ გადაფარავენ ამ საქმეებს, საერთოდ აღარ ილაპარაკებს არავინ. ახლაც მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ ალბათ რესურსი ყველაფრის მედიებს არ გასწვდებათ, ხო? ამის გადაფარვის. აი, განსაკუთრებით როდესაც ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობდა ხო საპროტესტო აქციები, აი იმ დროს განსაკუთრებით.